მინდა მოგიყვეთ დედაქალაქის ქუთაისში გადმოტანის იდეაზე. ეს იდეა გაუჩნდა სანდრო რაქვიაშვილს. რამდენჯერაც გამოვიდოდით ქუთაისში, სანდრო ამბობდა ერთი და იგივეს, რომ ეს ქალაქი უნდა იყოს ქვეყნის დედაქალაქი. ჩვენ ნახეთ, რომ გასულ წელს ამ ქალაქში 4% გვაქვს აღებული. ანუ ისე რომ საერთოდ არც კი ჩამოსულვართ ამ ქალაქში, ფაქტობრივად ყურადღება ვერ მივაქციეთ, ისე 4%-მა ამ ქალაქისამ თავი დაგვიჭირა. და მე რაღაცნაირად ვიფიქრე, რომ აუცილებლად რაღაც უნდა გაგვეკეთებინა ქუთაისისთვის ამ ადგილობრივი მმართველობის არჩევნებში. გამახსენდა, რომ სანდრო ამას თუ იძახდა და აქედან გამომდინარე გადავწყვიტე, რომ ეს იდეა ყოფილიყო ჩვენი ადგილობრივი მმართველობის კამპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ელემენტი. მას შემდეგ რაც საჯაროდ თქვი ეს იდეა, ბევრმა ადამიანმა ქუთაისიდან მხარი დაგვიჭირა და მიაწექით და თქვენს გვერდში ვარ და ასე შემდეგ. რასაც მე ძალიან ვაფასებ. მაგრამ ასევე იყო აზრები, რომ აი ამას ხმები ჭირდება, ქუთაისელების მოტყუება უნდა და ასე შემდეგ და არ არის ქუთაისელი და ასე შემდეგ. ხო და აი მე მინდა რომ გავაბათილო ეს არგუმენტიც და რაღაცნაირად გთხოვოთ თქვენ დახმარება ქუთაისელებს პირველ რიგში მაპოვნინოთ აი სამი ადამიანი ქუთაისში. ერთი ქუთაისის მერობის კანდიდატი, რომელსაც ჩემზე მეტად ენდომება დედაქალაქის ქუთაისში გადმოტანა და ორი ადამიანი საკრებულოს სამკაციან სიაში, იმიტომ რომ აი ფრაქცია გვინდა საკრებულოში. ერთი მყავს. აი ქუთაისელი თეკლა მებურიშვილი ამ სამიდან. თეკლა არის კაი ოჯახიშვილი, კაი ქუთაისელი, კაი დედა, კაი მეუღლე. კარგი გირჩელი. ხო, და კარგი გირჩელი, რა თქმა უნდა. და ძალიან სანდო ადამიანი ზოგადად ნებისმიერი მისი მეგობრისთვის და ჩვენთვისაც. გვინდა რომ კიდეს სამი ადამიანი ვიპოვოთ. ერთი მერობის კანდიდატი, როგორც გითხარით, და ორი საკრებულოს წევრი, რომ ფრაქციამ შეძლოს მუშაობა და თან გავტესტოთ. რომ აი რამდენ კაცს, რამდენ ადამიანს უნდა დედაქალაქის, რამდენ პროცენტს უნდა არჩევნებზე ქუთაისში დედაქალაქის გადმოტანა და ამისთვის რომ აი რაღაცნაირად მე ხალხმა არ თქვას რომ ამათ ხმები უნდათ ასე შემდეგ, ამისთვის ვეძებთ შესაფერის ქუთაისელებს. დაგვეხმარეთ, გვირჩიეთ, დატაგეთ კომენტარებში თუ ვინმეს იცნობთ, გააზიარეთ ჩვენი ეს ვიდეო, რომ ბევრ ადამიანს გავაგებინოთ, რომ ვეძებთ ამისთვის შესაფერის კანდიდატებს ქუთაისში.